ვისაჯე სწორი პოზიციისთვის, ჩემი პრინციპების ერთგულებისთვის და ჩემი ქვეყნის ინტერესების ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ მე ქვეყნის ინტერესები დავაყენებ პირად ინტერესებზე წინ და სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ეს ამას მე არ აღვიქვამ როგორც ტრაგედიად პირიქით, ანუ ჩემთვის ეს არის პატივი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ხანგრძლივი კარიერის დასრულების შემდეგ კეთი ფრუიძე უწყებას ემშვიდობება. მან საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერებისთვის 4 წელზე მეტი იმუშავა. საერთაშორისო სამართლის გამოცდილ სპეციალისტ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა. ეს მას შემდეგ, რაც უარი თქვა მაკა ბოჭორიშვილის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე. არც ჩემი დეპარტამენტი არ გაუქმებულა. შესაბამისად, მუდმივად დანიშნულ კადრს გამომიცხადოს ჩემი პოზიციაზე კონკურსი, რომელშიც მე არ მივიღე მონაწილეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი რა მიზანი ჰქონდა ამ კონკურსს. საქმეთა სამინისტროში პრინციპში ეს რეორგანიზაციად შეფუთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა მიემართებოდა ურჩი საჯარო მოხელეების დასჯას, ყველაზე გვიან დაიწყო. ძალიან ბევრი ვიყავით ხელმომწერები პროევროპულ პეტიციაზე. გამოკვეთილი ნიშანი იყო ის, რომ ადამიანები, რომლებიც პეტიციაზე ხელმომწერები იყვნენ, მათი შტატები უმეტეს შემთხვევაში იყო გაუქმებული. ჩვენს წინა მომდევნო და მის მომდევნო რესპონდენტს ორი რამ აერთიანებთ. ყველა 2024 წელს შედგენილი პროევროპული პეტიციის ხელმომწერია, ანუ გმობს ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას და ეს არც ერთ მათგანს არასოდეს დაუმალავს. კეთი ფრუიძის მსგავსად ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისა და პროფესიული პრინციპების ერთგულება საკუთარ კარიერად დაუჯდა დავით ბაზერაშვილსაც. მან ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე 13 წელი იმუშავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მაჩვენა ფაქტიურად ყველა საჯარო სამსახურს, როგორ შეიძლება რომ სოლიდარული ვიყოთ ჩვენი კონსტიტუციის და ჩვენი ინტერესის და მარტივად ხმამაღლა ვთქვათ ის თუ რამეს არ ვეთანხმებით. ეს როგორც აღმოჩნდა სერიოზული, ასე ვთქვათ, დარტყმა იყო მართველი ხელისუფლებისთვის და ამისათვის გადაწყვიტეს რაიმე მოემოქმედათ, რომ ესეთი რამე არ განმეორებულიყო და აღარ ყოფილიყო სოლიდარობა. ეს რეორგანიზაცია ზუსტად მაგას ემსახურება. ფორმულას ინფორმაციით ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის გამოცხადებიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ცენტრალურ აპარატში თბილისში გათავისუფლებულია 40-მდე კადრი. უკვე გაცემულია საელჩოებიდან 20-ზე მეტი დიპლომატისა და საინფორმაციო ცენტრიდან 10-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება. ოცნების საგარეო კრიტიკულად მოაზროვნე თანამშრომლების დევნას რეორგანიზაციის საფარქვეში ატარებს. პროცესისათვის კანონიერი სახის მისაცემად კი თითქოს რესურსების ოპტიმიზაცია კონკურსებს აცხადებს. დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმაზე რთული ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან შეგუება აღმოჩნდებოდა მეგი ბენიასთვისაც. გაუქმებულია სრულიად სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ნატოში ინტეგრაციული მექანიზმის კონკრეტულად წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაზე. ანუ ეს წლიური ეროვნული პროგრამა, ეს არის თქვენ თუ გახსოვთ წლების წინ, როდესაც ამბობდნენ, რომ მაპზე უკეთესი მივიღეთო, ეს მაპზე უკეთესი არის ეს წლიური ეროვნული პროგრამა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენ დავჭით ერთგულები იმ საქმის, რა საქმესაც ამდენი ხანი ვასრულებდით და იმ საკითხის, რაც არის ესეთი მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია მაკა ბოჭორიშვილმა 2 თვის წინ მაისში გამოაცხადა. გამოცდილი კადრებისთვის არც ის რთული აღმოჩნდა იმის მიხედვით, რომ რეორგანიზაციის მიზანი უწყებიდან ისეთი პროფესიონალების ჩამოშორება იყო, რომლებიც ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და ქვეყნის ღალატ ხელს არასოდეს მოაწერდნენ. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს უარყოფენ და საგარეოში გამოცხადებული რეორგანიზაციის მთავარ მოტივაციად კადრების ოპტიმიზაციას ასახელებენ. ყველა სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციები და ყველაფერი ხორციელდება კანონმდებლობის დაცვით, რაც შეეხება რამდენი ადამიანი იქნა გათავისუფლებული და რამდენმა ადამიანმა მოაწერა იმ წერილს ხელის, თუ იმ განსხვავებას ნახავთ, რომ ბევრი მათგანი დარჩა და მუშაობს. თუ ვინმე თავის და აღარ ჩათვალა საჭირო კონკურსში მონაწილეობა მიიღო, ეს ხომ მისი არჩევანია.
მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გაუშვეს ამ რეორგანიზაციის ფარგლებში, რომლებიც რეორგანიზაცია ეხება არა ადამიანებს, არამედ სტრუქტურას და სისტემას. მერე ცხადდება კონკურსი და ვისაც აქვს სურვილო მიიღოს მონაწილეობა, მიიღოს მონაწილეობა. რეორგანიზაციის სახელით ოცნების ხელისუფლების კრიტიკოსის აჯარო მოხელეების წმენდის პარალელურად მაკაბოჭორიშვილმა დღეს თავისი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი პირველ მოადგილედ დააწინაურა. ირაკლი კობახიძის ბრძანების თანახმად ზურაბაშვილი ამ პოსტზე დღეიდან 1 ივლისიდან ინიშნება.